აუბრუნდით პირდაპირ ეთერში და კეთი ვინ არის ადამიანი, რომელმაც ფრანგული ვოისი გააოცა და შემდეგ ევროპას უთხრა, რომ საქართველოდანაა. თავად ფრანგი შემსრულებელიც ლარა ფაბიანი მოხიბლა და მასთან ერთად დუეტით შეასრულა. მოდით ახლა ვნახოთ მარიამ ნოზაძის ინტერვიუ ვლადიმერ კორნეევთან. Malade, complètement malade. Je suis malade. Bonsoir. სცენაზე ერთი მიზეზით ამოვიდი. მინდოდა მეთხოვა. ვლადიმერ, თანახმარ ხართ, რომ ბოლო ნაწილი ერთად ვიმღეროთ. უბრალოდ სიამოვნებისთვის. Juste pour le plaisir. Tous mes mots Et j'ai les cœurs complètement malades. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელმაც ევროპა და საქართველო ალაპარაკა. ყველამ ნახა თქვენი შესრულება ფრანგულ ვოისში. ყველა საინტერესებდა, ვინ იყო ადამიანი, რომელმაც ჯერ სცენიდან ყველას გული დაიპყრო. შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოდანაა. ხოდა გითხარით, ვინ არის ვლადიმერ კორნეევი? ვინ ვარ მე? სტული სათქმელია. ალბათ ის ადამიანი ვარ, ვისაც ღმერთმა ბედნიერება არ გუნა, რომ მუსიკის საშუალებით ადამიანებს დაუკავშირდეს და თავისი ემოცია გაუზიაროს. და ვცდილობ, რომ ეს უნარი სრული გულწრფელობით ღირსეულად ვატარო. თქვენ მთელ ევროპას ამაყად გამოუცხადეთ, რომ საქართველოდან ხართ. რა არის ის, რაც საქართველოსთან ყველაზე მეტად გაკავშირებთ? საქართველოსთან ემოციური კავშირი არასდროს გამიწყვეტია. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ნანობ რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ემიგრაციაში წავედით. თუმცა მამამ სუფთად იცოდა ქართული, ისევე როგორც საქართველოში ჩვენმა ოჯახმა. ამ დანაკლისის შევსებას ქართული სიმღერით ვცდილობ. ქართული სამზარეულო ჩემი ცხოვრებაა. დედა ძალიან გემრიელად ამზადებს ხინკალს, ხაჭაპურს, ფხალს, ჩახოხბილს. მე თვითონაც ხშირად ვამზადებ ხინკალს მეგობრებისთვის. შრომატევადია, მაგრამ მაინც. აქ ბევრი ქართული რესტორანია, მაგრამ როცა მეკითხებიან, რომელია საუკეთესო, ყოველთვის ვპასუხობ, ჩემი სამზარეულო მეთქი. პარალელურად ბერლინში კიდევ ერთ პროექტზე მუშაობთ. ეს არის პირველი შოუ, სადაც ჩემი ცხოვრების გზას მუსიკასთან ერთად მოვყვები. Je suis malade პირველი სიმღერა იყო, რომელიც ჩემმა ვოკალის მასწავლებელმა მომასმენინა. დალიდას, ლარა ფაბიანისა და სერჟ ლამას ინტერპრეტაციით. სამივე ჩემი გმირი გახდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ საღამოზე ჩემი ცხოვრების ისტორია დალიდას შემოქმედებით მოვყვე. ეს ისტორიები საქართველოზეცაა? ძალიან ბევრი. ისტორია მანგლისიდან იწყება, სადაც მე დავიბადე. იქაური ფიჭვების საოცარი სურნელი მახსოვს. მახსოვს ჩემი დიდი ბებია, რომელიც მედ დაიყო. სწორედ მელო ბებომ მომავლინა ამ ქვეყანას. საღამოს პირველი ნაწილი მთლიანად საქართველოსია, ჩემს ბავშვობაზე. სანამ ომის გამო ემიგრაციაში წავიდოდით. შემდეგ იმ რთულ წლებზე, რომელიც უცხო ქვეყანაში გავატარე. საქართველო ლამაზო, ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა და სპეციალურად ამ შოუსთვის მისი ახალი ვერსია შევქმენი რახმანინოვის ჟღერადობით. მე ფორტეპიანოზე ვუკრავ. ჩემი ბენდის ყველა წევრი კი ჩემთან ერთად ქართულად მღერის. დრამერი, გიტარისტი თუ საქსოფონისტი. ადამიანები, რომლებსაც ქართულად არასდროს უმღერიან, ახლა ჩემთან ერთად იმღერებენ. They will sing in Georgian with me together. For the 8th of May, პრემიერა 8 მაისსა. ჩემი ქართველი ოჯახიც ჩამოვა და ყველა ერთად შევიკრიბებით. ლია დეიდაშვილებთან ერთად. დიდი ხანია დეიდა არ მინახავს. ნინოც ჩამოვა, ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც დასვეძახი. საოცარი შეგრძნებაა, რომ ისინი საქართველოდან ბერლინში ჩემი პრემიერის სანახავად მოდიან. როგორც ვიცი, წლების შემდეგ საქართველოში ისევ დაბრუნდით. როგორი იყო პირველი ემოცია?
It was so beautiful. საქართველოში დაბრუნება ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრების გაცნობა. ქართული მთები და ეკლესიები შემიყვარდა. ძველი ეკლესია მახსოვს მცხეთაში. იქ ერთი ქალი საქართველოს ისტორიას სამ ენაზე გვიყვებოდა. ყველაზე მეტად ადამიანების სითბო მიმოქმედა. იმ მოსიყვარულე, კეთილმა და სტუმართმოყვარე ბუნება. მე გერმანიაში მარტო გავიზარდე. დედმამიშვილების გარეშე და საქართველოში პირველად ვიგრძენი დიდი ოჯახის ძალა, ეს ერთიანობა. ქართული ხასიათი სულ სხვანაირია. ის რომ თავი დიდი ოჯახის წევრად ვიგრძენი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, თითქოს ფესვებს დაუბრუნდი და ვგრძნობ, რომ მას შემდეგ ჩემი ხმაც კი შეიცვალა. My voice changed. რას გულისხმობთ? You can hear it actually. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩემი ნამღერი თუ მოგისმენიათ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თითეული ბგერა, რომელსაც ვმღერი, უფრო თბილი გახდა. თითქოს ჩემი ფესვები ვიპოვე და მიწაზეც უფრო მყარად დავდექი. I got more grounded. 6 წლის იყავით საქართველოს რომ დატოვეთ. ომი თუ გახსოვთ? First of all, I remember ყველაზე ხშირად ჩემი გამზრდელი ბებია მახსენდება. დედა მასწავლებელი იყო, მამა სამხედრო სამსახურში, სულ მუშაობდნენ. მე კი ბებია მზრდიდა. მახსოვს რადიოში მუსიკას ჩართავდა, ჩამოჯდებოდა, მე კი ვუმღეროდი. 4 წლის ვიყავი ქართულ ქორწილშიც რომ წამიყვანა. თელი საღამო შავახოს ვცეკვავდი თურმე. თუმცა ომის მძიმე დღეებიც მახსოვს, დაძაბულობა, სროლა. ვხედავდი, რომ მამას ხშირად უწევდა წასვლა. ერთი ღამე განსაკუთრებით დამამახსოვდა. წასვლის წინ დედას იარაღი რომ დაუტოვა თავდასაცავად. დედასთან ერთად საწოლზე ვიჯექი. პატარა ნათურა ენთო, გვერდით იარაღი გქონდა. მისი დაძაბულობა მახსოვს. ყველაზე მეტად დედის დაკარგვის მეშინოდა. life of my mother. That's what I remember. Leaving Georgia, საქართველოდან წასვლა და ბებიასთან განშორება ჩემთვის უმძიმესი იყო. მშობლებს არ უთქვამთ, რომ სამუდამოდ მივდიოდით. ძალიან რთულია, როცა ბავშვს ფესვებიდან გალეჭენ. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ენის ბორძიკი, თითქმის 17 წლამდე ასე იყო. ამიტომ საქართველოზე ჩემი მოგონებები ერთდროულად ბედნიერიცაა და სევდიანიც. sad. შემდეგ იყო მიგრაციის რთული პერიოდი. გახდა თუ არა მუსიკა თქვენი თავშესაფარი? When you are some როცა ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობ, ირგვლივ სრული ქაოსია. არ იცი რა მოხდება ხვალ. დაკტოვებენ თუ არა, სხვა ქვეყანაში გაგიშვებენ თუ არა, საერთოდ მიგიღებენ თუ არა. როცა საქართველოს ვტოვებლით აეროპორტში ძველი ფორტეპიანო იდგა, რომელზეც ერთი ჯარისკაცი უკრავდა. იმ ძიმე წუთებში მუსიკამ ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდე შემოიტანა. დაკვრა ლტოლვილთა ბანაკში უკრაინელმა ქალბატონმა მასწავლა და ჩემი ცხოვრებაც მუსიკას ასე დაუკავშირდა. calmed me down. მუსიკამ დიდ სცენაზეც აგიყვანათ. რას გრძნობდით, როცა ლარა ფაბიანმა მასთან ერთად სიმღერა გთხოვათ? Oh God, well first ვოისისთვის პირდაპირ კანადიდან ჩამოვფრინდი. 3 ღამე არ მძინებდი. სცენაზე გამოფიტული ვიდექი. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, რომ ეს სიმღერა ლარა ფაბიანის წინაშე მემღერა, ძალა მოვიკრიბე და ისე ვიმღერე, როგორც მინდოდა. როცა ლარა ფაბიანი შემოbrunდა, გულზე მომეშვა. თავის სიზმარში მეგონა. მოულოდნელად სცენაზე ამოვიდა და ჩემთან ერთად იმღერა. დაუვიწყარი მომენტი იყო ჩემთვის. was too much in this moment. ამის შემდეგ საქართველოშიც ყველამ გაგიცნოთ. ხალხის კომენტარებს თუ კითხულობდით? Yes, I always ძალიან მიხარია, როცა ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ. კომენტარებს ვთარგმნი და ხშირად ვკითხულობ, პასუხებსაც ვწერ. ძალიან მინდა საქართველოში ჩამოვიდე. ქართულ მსმენელთან შეხვედრა უდიდესი ბედნიერება იქნება. to do a concert in Georgia. ქართულ ხალხს რას ეტყოდით? Well, first of all, Didi Madloba. პირველ რიგში მინდა ვთქვა დიდი მადლობა. გულწრფელად, ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. ვამაყობ, რომ საქართველოდან ვარ. მე მიყვარს ეს ქვეყანა, ქართველი ხალხი, ქართული მუსიკა და მრავალხმიანობა. ეს ყველაფერი ჩემთვის ძვირფასია. ლარა ფაბიანთან სიმღერის გარდა ყველაზე დიდი, რაც ვოისმა მომცა, ქართულ ხალხთან ახალი კავშირია, რაც მთელი სამყაროა ჩემთვის. This means the world to me.
რა ხდება Voice-ის შემდეგ ეპიზოდში? თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ. For me, the reason was სიმართლე გითხრათ, Voice-ში მონაწილეობის მთავარი მიზეზი ჩემთვის ის იყო, რომ Je suis malade Lara Fabianis წინაშე მემღერა. ამის შემდეგ სხვა შედეგებზე აღარ ვფიქრობ. მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. Voice-ის გუნდი ძალიან გულთბილია. ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მოვხვდი სცენაზე. თუმცა ჩემთვის მუსიკის კონკურსა დახმა ძალიან ძნელია, რადგან ყოველთვის იმისთვის უმღეროდი, რომ ადამიანებს რაღაც ეგრძნოთ. ჩემთვის ბუნებრივი გარემო ფრანგული შანსონია. აქ ის სიმღერას შენ არ ირჩევ. ამიტომ გამოწვევა იყო იმის კეთება, რასაც მომავალში ალბათ აღარ გავაკეთებ. never will do again. Comme une pierre que l'on jette. სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მღერით. ჯინეტ რენოსთან თქვენმა დუეტმა პლატინის დისკიც მოგიტანათ. მაგრამ მოდით ამჯერად თქვენს სამსახიობო კარიერაზე ვისაუბროთ. როგორ მოხვდით კინოინდუსტრიაში? I started to sing, as I said. სულ თავიდან მünchen-ში პატარა ჯაზ-ბარში დავიწყე დაკვრა. ერთ საღამოს ჩემს სიმღერას ბავარიის კინოსტუდიის მთავარი კასტინგ დირექტორი შეესწრო და კინოში ბედის ცდა შემოთავაზა. ერთი წლის შემდეგ ჩემი პირველი როლი მივიღე კრიმინალურ ფილმში, სადაც ოსკარზე ნომინირებულ მსახიობთან არაჩვეულებრივ სანდრა ჰიულერთან ერთად ვითამაშე. შემდეგ იყო როგორც გერმანული, ისე საერთაშორისო პროექტები, მათ შორის La La Land-ის რეჟისორის დამიენ შეზელის მოკლემეტრაჟიანი ფილმი. Netflix-ის სერიალი იმპერატრიცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. საოცარი გუნდით და შესანიშნავი მსახიობებით. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა ჩემთვის დიდი საჩუქარია. ერთსაც გკითხავთ და დაგემშვიდობებით. მე მოვისმინე თქვენი ნამღერი ქარი გიმღერის ნანასა. ქართულ ენაზე კიდევ რას მღერით? Vardები. ვიცი ვარდები, ვიცი თბილისო, მაგრამ ქარი გიმღერის ნანასა ყველაზე მეტად მიყვარს. გთხოვთ ეს ნამღერი აუცილებლად დატოვეთ. It's a beautiful. Kari gimkeris nanasa Trapars giambobs chadari Zets namalersit Avafso Echwebit navadari Takatwelo lamazo Swasa kartu